ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს ეუთოს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად უმასპინძლა. დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულება ირაკლი კობახიძემ ფერიდუნ სინირლიოღლუს დაუდასტურა და ამ პრინციპებთან ერთად სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ოფიციალური თბილისის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთოს თანათავმჯდომარეობისთვის მადლობელია. მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ეუთოს გენერალურ მდივანს, ბატონ ფერიდუნ სინირლიოღლუს, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში. გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისათვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ერთგული პარტნიორი, რომელიც ჩართულია ეუთოს ინსტიტუტებთან ერთად საერთაშორისო პლატფორმებზე და გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას. მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ ეუთოს გენმდივანი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ესტუმრა. შეხვედრისას მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობაზე გაამახვილა. განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ყურადღება გავამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ამ საკითხის ეუთოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ბატონ ფერიდუნ სინირლიოღლუს მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთოს როლს. პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გენმდივანმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ქვეყნის პირველი კანონმდებლისგან მიიღო. საკანონმდებლო საქმიანობისა და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობაც განიხილეს. პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან. ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობასა და კომუნიკაციას ეუთოსთან. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური პროცესები, საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობა და ამ შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გენმდივანს მადლობა პირადად გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტის მოგვარების გზებიც. დეტალურად განიხილეთ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, ამასთან ვისაუბრეთ ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო დაგეგმილ ნაბიჯებზე. გასული წლის საპარლამენტო და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები იყო მთავარი თემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეხვედრისასაც, სადაც მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ყველა იმ გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებასთან და სპეკულაციასთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ისმის და ის პასუხები, რომელიც ინსტიტუციას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. ეუთოს გენმდივნის დღის წესრიგს მიღმა დარჩენილი ოპოზიცია ირწმუნება, რომ ვიზიტი რუტინულია. გუშინ ამბობდნენ, რომ გენმდივანი საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო. დღეს კი თქვეს, რომ მას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე რეალური ინფორმაცია არ აქვს. ვიზიტის შედეგად, მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება, რა თქმა უნდა, ეს შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანის მათ შორის არ ესმის ის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე. ეს არის რუტინული ვიზიტი. ასეთ რუტინული ვიზიტები იქნება. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რამე ლეგიტიმაციას აძლევს გენერალურ მდივნის ვიზიტი საქართველოში, ქართულ ოცნებას არ აძლევს. ეს ვიზიტი მივაბად რაიმე სახით ლეგიტიმაციის საკითხს, ეს ჩემი აზრით არ იქნება სერიოზული. ეს არის ჩვეულებრივი ვიზიტი. ეუთო არის ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოს ჩატარებულ არჩევნებზე უმძიმესი დასკვნა გააკეთა. ამ დასკვნას ვერავინ ვერ გადაწევს. ოპოზიციის ეს განცხადებები მართველი გუნდისთვის მათ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს. ოპონენტების გზავნილებს ისტერია დაფასებენ და ახსენებენ, რომ ეუთომ საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე მიანიჭა. ჩამოვიდა გენერალური მდივანი, აღიარებასაც ნიშნავს, რასაკვირველია, მაგრამ
ნორმალური პროცესია ეს ჩვენთვის. ამასთან აჟიოტაჟის ატეხვა არის გარკვეულწილად მართლაც ისტორიკის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ სპექტრს. ჩვენ ყველას გვახსოვს ეუთოს ხელმძღვანელობასთან მე პრეზიდენტთან დაკავშირებული განცხადებები, რომელიც იკადრეს კოლექტიური დაწესებულებების წარმომადგენლებმა ადამიანები პირდაპირ უშუალო სიტყვებით ლანցხეს. და ლანցხეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია. ეს ადამიანები ცდილობენ როგორმე საქართველოს სახელი შეიბღალოს. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ საქართველო არის სოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, რომ საქართველოში სტაბილურობა და მშვიდობა, რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს არის მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და ამას კიდევ ერთხელ ჩვენმა სტუმარმა გაუსვა ხაზი. ეუთოს გენერალურმა მდივანმა ვიზიტი გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. ერთობლივ ბრიფინგზე ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.